მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია საბავშვო მუსიკალური გადაცემა სტუმრად ბემბისთან. მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ ახალი ძელი, გილოცავთ შობა ახალ ძელს, გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობას, ხვავს და ბარაკას. დაგიბრუნდით ჩემო პატარებო და მინდა გითხრათ იმის შესახებ, რომ საქართველოს მასშტაბით, ვისაც აქვს ნიჭი სიმღერის, ცეკვის, თუ უკრავს საკრავზე, ამა თუ იმ საკრავზე და ხათბულად კითხულობს ლექს. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე 598 523 111 და მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში სტუმრად ბემბისთან. ახლა კი მინდა გაგაცნოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები. ესენი გახლავთ სტუდია ბემბის აღსაზრდელები ზინატ ჟიქსლიკ, მილა შერმადინი და ნინი ჩადუნელი. მოგესალმებით ჩემო პატარებო და გილოცავთ შობა ახალ ძელს. მოგესალმებით, ჩვენს გილოცავთ ახალ ძელს. ბაბა მითხარით ახლა როგორ შევხვდით ახალ წელს და საერთოდ მომიყევით თქვენი ამბები სიახლეების შესახებ მითხარით მე ვიცი რომ თქვენ ჩაწერეთ ახალი სიმღერა რა ქვია თქვენ სიმღერას პატარებო ეს ბემბი ძალიან კარგი ალბათ ძალიან ხიარული სიმღერა მოგვიტანეთ ხო ახლა მითხარით ახალ წელს როგორ ხდებით ხოლმე ხოდი ნინი შენგან დავიწყოთ აბა მითხარი რა ხდება ხოლმე შენს ოჯახში ახალ წელს თოლის ბაბუასაც უქრებს მომიტას და წერილი არ ვიცი რო დაუწერო. წერილი თუ მისწერეთ თოვლის ბაბუს? არ ვიცი წერილები. შენ იცი წერილის დაწერა? ნილა, შენც მისწერე წერილი თოვლის ბაბუს? შენ რას მეტყვი, ნინიკო? შენ ალბათ დედიკომ დაგიწერა, ხო? ძალიან კარგი. მოდით ახლა მითხარით, სახლში როგორ იხმარებით დედიკოს სუფრის გაშლაში? მე დალაგებაში. როგორ იღებთ მონაწილეობას საახალწლო დღესასწაულისთვის მზადებაში? მე ვიხმარები მოწნევდაში, როცა სახლის დალაგებაში იხმარები? ასეთი პატარა გოგო? კიდე რაში იხმარები? აბა მითხარით შემოლამაზო? კიდევ როცა ჩემს ოთახში სათამაშოებია, მე ვეხმარები დედიკო. დედიკოს ალაგებაში ეხმარები, ხო? ძალიან კარგი ის გატყობ, რომ ძალიან კარგად გისწავლია ქართული ენა და მიხარია. აბა მოდი ნილა, შენ მითხარი, შემოლამაზო, შენ დედიკოს როგორ ეხმარები? აი ახალი წლის ღამეს რას აკეთებთ ხოლმე ან ყველაზე მეტად რა მოგწონს საახალწლო დღესასწაულში? მე ძალიან მიყვარს ახალი წელი და ნაძვის ხეს ვაწყობდით. ნაძვის ხეს აწყობდით ერთად? ძალიან სახალისოა ნამდვილად, დაგეთანხმები. ნინიკო, აბა მომითხარით შემოლამაზო პრინცესა, შენ რას აკეთებ ხოლმე საახალწლოდ? აი ახალი წლისთვის როგორ ემზადები მაგალითად? ეს სუფრას გავშლით. მერე რას აკეთებთ? მერე ჩავწვდ საახალწლოს ასაცმელს. დასაცმელს. და ასე ხვდებით ახალ წელს. ძალიან კარგი ტრადიციაა, მეც მომწონს. საოცრად ლამაზები ხართ დღეს. ნამდვილი პრინცესები ვითხართ. ალბათ თქვენი სიმღერაც ზღაპრულ პრინცესებზეა. ჩვენი სიმღერა არის პრინცესებზე. პრინცესებზეა თქვენი სიმღერა? და როგორ პრინცესებზეა თქვენი სიმღერა? ვინც სტუდია ბემბიში დადის. ესე იგი თქვენ გინდათ მითხრათ რომ სტუდია ბემბიში ნამდვილი პატარა პრინცესები დადიან. ნამდვილად, მე გეთანხმებით, პრინცესებს გავხართ სამივე. ნილა, აბა შენ მითხარი, სახალისოა სტუდია ბემბიში სიარული. კი, მინდა რომ ვიხარო რამასად. დედა და მამა უნდა გავახაროთ. ოჩახ, ჩემი ლამაზი. თოვლის ბაბუს რა დააბარეთ სათამაშო თუ საიდუმლო არ არის? მე მინდა რომ მოაჩუქოს დათუნია როგორც ბაჩი. როგორც პატარა ბაია? დათვის ბელი გინდა რომ გაჩუქოს. შენ რა დაავალე, ნილა? მე მინდა რომ თოჯინა მაჩუქოს. ნინიკო, შენ რა დაავალე, ჩემო ლამაზო? მე დავაბარე რომ დაბადების დღეზე რომ აჩუქეს დათუნია. დაბადების დღეზე რომ გაჩუქეს? ისეთი დათუნია კიდე გინდა მეორეც? რა გინდა ორი დათუნია? სახში მყავს ვარდისფერი დათუნია. ყველაფერი უყვარს დათუნია. დათუნიები უყვარს ძალიან ნინიკოს და ეხლა ვარდისფერი დათუნია რო გაქვს, ალბათ თეთრ დათუნიას მოგიტანდა თოვლის ბაბუ, ხო? მე ვარდისფერი. შენ ვარდისფერი გინდა დათუნია შენ? მე მინდა თეთრი. საახალწლო სურვილები გქონიათ, ღმერთმა აგისრულოთ ყველა სურვილი და თოვლის ბაბამ რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აუსრულოს ყველა პატარას წერილში დაწერილი სურვილები და საერთოდ რაზეც პატარები ოცნებობენ წინა საახალწლოდ. მოდით ახლა მიულოცეთ ჩვენს პატარებს ახალი წელი.
გილოცავ ახალწელს. ჩემო პრინცესებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალწელს. მინდა რომ ყოველი ახალი წელი თქვენთვის იყოს ბედნიერების, ოცნებების, სურვილების ახდენის წელიწადი და მინდა რომ სულ გახარებულს და თვალებ გაბრწყინებულს გხედავდეთ. სტუდია ბემბი, სიმღერით ეს ბემბია. დავბრუნდით ეთერში და მინდა შეგახსენოთ იმ პრინცესა გოგოს სახელი და გვარი, რომელიც ძალიან ხშირი სტუმარია ჩვენი გადაცემის. ეს გახლავთ ნენე ნონიკაშვილი. მოგესალმები ნენე, გილოცავ ახალწელს ჩემო საყვარელო და მოდი ჩვენს მაყურებელს ვთხარი, რა სიმღერა მოგვიტანე დღეს საახალწლო ეთერში? ფერია ვარ. ნამდვილად ფერიას გავხარ ჩემო ლამაზო ამ კაფაში და მოდი მითხარი, რატომ შეარჩიე სიმღერა ფერია ვარ? იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ფერიები. ალბათ ზღაპრებსაც უყურებ ხოლმე ფერიებზე. დიახ. ზღაპრული ფერია როგორია? ლამაზი კეთილი და ძალიან ლამაზად აბებსაც იცნევენ. გეთანხმები, ფერიებს ყოველთვის ძალიან ლამაზი კაბები აცვიათ და სხვათა შორის პატარა რო ვიყავი, მე ძალიან მიყვარდა ფერიებზე ზღაპრები. მე ვიცი რომ სტუდია ბემბიში დადიხარ და მითხარი შენი გეგმების შესახებ. მე ვაპირებ ახალი სიმღერების ჩაწერას. ძალიან წარმატებული ყოფილიყო 2025 წელი შენთვის ჩემო ლამაზო და მოდი მივულოცოთ ჩვენს ტელემაყურებელს ახალი წელი. გილოცავ ჩემო პატარებო ახალწლს. გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიყვარულს. ნენე, მე ვიცი რომ შენ, როგორც ყველა პატარას, ძალიან უხარია ახალი წლის მოსვლა. მოდი მითხარი, როგორი სამზადისი გაქვთ ხოლმე სახლში? ნაძისხეს ვაწყობთ ხოლმე. კიდევ რას აკეთებთ? ფუთავთ საჩუქრებს. საჩუქრებს ფუთავთ და ვისთვის თუ საიდუმლო არ არის, ვისთვის ამზადებთ ხოლმე საჩუქრებს? თოვლის ბაბუასთვის. მართლა? ესე იგი თოვლის ბაბუ რომ მოგიტანს საჩუქარს, შენც ახვედრებ ხოლმე, ხო? შეფუთულ საჩუქარს და მიაქვს. მიაქვს ხოლმე თოვლის ბაბუს საჩუქარი? არა. გიტოვებს? იმასაც გიტოვებს, რა კეთილია თოვლის ბაბუ, არა ბავშვებო? ძალიან კარგი. აბა მითხარი,
სახალხო სამზადისში როგორ იღებ მონაწილეობას? გოზინაყებს ვამზადებთ ხოლმე. გოზინახს ამზადებთ ერთად. კიდევ? პიცასაც? სუფრასაც ერთად ვშვით. და ყველაზე მეტად ვის უხარია ხოლმე შენ რო ასე ტრიალებ და დანარნარებ სახლში. ეს პატარა დედოფალა გოგო. დედას და მამას. კიდევ ერთხელ გილოცავ ახალ წელს და მე მინდა რომ ძალიან ხშირად გვესტუმრო და მოგვიტანო ლამაზი სიმღერები. ახლა კი მოусმინოთ ნონიკაშვილს სიმღერით ფერია ვარ. გრძელდება ჩვენი სახალხო ეთერი და მინდა წარმოგიდგინოთ უკვე თქვენთვის კარგად ნაცნობი სახეები, ესენი გახლავენ ანა მარია დევიძე და მართა ჯოლავიძე. ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმრები სტუდია ბემბიდან. მოგესალმებით გოგონებო, გილოცავთ ჩობა ახალ წელს. გამარჯობათ. ვენ გილოცავთ ახალ წელს. მადლობა ჩემო ლამაზებო. აბა მითხარით რა სიმღერა მოუტანეთ დღეს ჩემს პატარებს? თავს. სიმღერას ქვია თავს. თქვენს ჩაცმულობას თუ შევხედავთ, სახალხო სიმღერით ხართ მოგზანებული, ისედაც გეტყობათ. მოდით ახლა მითხარით, სახალი წელი, აი დღესასწაული ახალი წელი, თქვენთვის რას ნიშნავს? რა ემოციებს იწვევს? როგორ ხვდებით ახალ წელს? მოდით ჩვენს პატარა მსმენელს მოუღერით. ახალი წელი ჩემთვის სიხარულთან ასოცირდება. ყველას ძალიან გვიხარია ახალი წლის მოსვლა და მითხარი ხარ როგორ ხვდებით ახალ წელს? რა ტრადიცია გაქვთ მაგალითად?
სუფრას ვშლით, ყველანი ერთად ვხვდებით. ჩემი ძმა ცალკე ცხოვრობს, მაგრამ თავისი ოჯახით ჩვენთან აღნიშნავს. რა სიტყვის შენ მართა? თქვენ როგორ ხვდებით ახალ წელს? რა მოგწონს ყველაზე მეტად საახალწლო დღესასწაულში? რა გახარებს ყველაზე მეტად? რა გახარებს და სახლს რომ თავ დედიკოს რომ ეხმარებს სახლის მორთვაში და თოვლი რომ მოდის და რო გუნდაობთ. მე და ჩემი მეგობრები. ესე იგი გუნდაობა გიყვარს და აქსესუარებით რომ თავს სახლს წინა საახალწლოდ რა თქმა უნდა ეს ყველა გოგოს სიამოვნებს მე მგონი. მარტო გოგონებს არა, ალბათ ბიჭებსაც უხარიათ, ხო საახალწლოდ მრთული და განათებული სახლი. ნაძვის დღეს როგორ აწყობთ ხოლმე ერთად თუ მარტო დედიკო? ეხმარებით ხოლმე დედიკოს? კი, მე არ უყვარს რომ ეხმარებიან. მე თვითონ ვაწყობ. შენ თვითონ აწყობ ნაძვის დღეს? ძალიან კარგი ყოჩაღ. მართალი რო გითხრათ, მეც ასე მიყვარს. თუმცა წელს დიდი ნაძვის დღე ვიყიდე და ეხმარებოდა მთელი ოჯახი ამ ნაძვის დღის მორთვაში. ისეთი სახალისო იყო. და ეს დახმარება ურიგო არ იყო სხვათა შორის, მაგრამ მორთვით მაინც მე მოხდე ჩემი გემოვნებით. ძალიან მიყვარს ეს პროცესი და მე თანხმებიან ალბათ ჩვენი პატარებიც. აბა მითხარით, კიდევ საახალწლო და რა გიყავთ ყველაზე მეტად? კიდევ რა გახარებთ? ჩვენ ძალიან გვახარებს საახალწლო კონცერტები. ესე იგი ბევრი კონცერტი გაქვთ ხო დაგეგმილი? მე ძალიან მიყვარს თოვლის ბობა საჩუქრები რომ მოვაკდა კიდევ ახალ წელს რომ თოვლი ემთხვევა. რომ თოვს ახალი წლის ღამეს მეც ძალიან მიყვარს. ეს იშვიათად ხდება ხოლმე, თუმცა ეს ბოლო წლები ცოტა გაგვათა მამა, ხო? ბუნებამ. მინდა გისურვოთ ბედნიერი ახალი წელი, მშვიდობიანი ზეცა და უამრავი საჩუქარი, ოცნებების სასრულება. მოდით მივუღწეთ ჩვენს პატარებს ახალი წელი. გილოცავ-ჩობა ახალ წელს. ახლა კი ნახოთ სიმღერა თოვს. რა დიდი ზეიმია ორალა მალდა თოვს ეს ახალი წლის ღამე ჩვენ ყველას ვიმისხავს საზეა წინა მთვარე და აღარ იცის დრო მოვა ახალი წელი ჩვენ ერთად ვიმღეროთ საზეა წინა მთვარე და აღარ იცის დრო მოვა ახალი წელი ჩვენ ერთად ვიმღეროთ თოვს 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 ორალა მალდა თოვს ჰეი 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 Stories babu, da
გულს ბრუნდებით ეთერში და შემდეგ სიმღერას შეგვისრულებენ სტუდია ბემბის სახსაზრდელები ლიზა პეტაშვილი, დანიელ პიტერი და მართა ჭულაპიძე. მოგესალმებით, ჩემო პატარებო. გილოცავთ ჩობა ახალ წელს. მადლობა. რა ქვია თქვენ სიმღერას? ჩვენ სიმღერას ქვია ახალი წლის მოლოდინში. აბა მითხარით, ამ ახალი წლის მოლოდინში რა ხდება ხოლმე თქვენს თავს? რას აკეთებთ? როგორ ხვდებით ახალ წელს? მოდი აბა დანიელ, შენგან დავიწყოთ. ნაძვის ხეს ვაწყობთ და ჩურჩხელებს და თათარას ვაკეთებ. კიდევ რა გახალისებს ყველაზე მეტად დანიელ? თოვლის მოსვლა და საჩუქრები. თოვლი რომ მოდის ხოლმე, მერე რა ხდება? როცა ჩემ ეზოში თოვლი დადებს, ჩემი ძმები და მე და მამა გავდივართ და ვგუნდაობთ ხოლმე. ესე იგი ძალიან კარგად ხალისობთ. ლიზა, ჩემო ამაზო, შენს ოჯახში როგორია წინა სახალხო სამსადისი? ჩემი ძმა, ჩემი დედა, ჩემი ოჯახი ყველა ნაძვის ხეს ვთავთ და ძალიან სახალისოა ჩვენთან ოჯახში ნაძვის ხის მორთულობა. ერთმანეთს ეხმარებით? დიახ, ძალიან მიყვარს გუნდაობა და კანფეტები. რითი იყო ლიზა ეს ახალი წელი შენთვის გამრჩეული? მასწავლებელს დავეხმარე კლასის მორთვაში. ყოჩახ. აბა მითხარი დანიელ, შენ ყველაზე მეტად რა გახარებს ახალ წელზე? რა გიხარია ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თოვლის ბაბუს საჩუქრები მოაქვს და ტკბილეული. და ტკბილეულში ყველაზე მეტად რა გიყვარს? რომელი ტკბილეული გიყვარს? დედა. დედა? დედა რა არ არის ტკბილი? დედიკო ტკბილია, ნამდვილად ჩვენი დედიკოები ყველანი ძალიან ტკბილები არიან ჩვენთვის. მაგრამ მაინც რომ გითხრა რომელი ტკბილეული უფრო მოგწონს შოკოლადებს გულისხმობ. ბარამბინოს ბიჭი. მე ბარამბინოს ბიჭზე სიმღერაც უნდა ჩავწერო. ყოჩახ, მინდა წარმატებები გისურვო. ძალიან სახალისო სიმღერა იქნება და ბევრ პატარას მოეწონება ეს სიმღერა, იმიტომ რომ ტკბილეულზე. იმიტომ რომ ეს ჩემზავით ნარდია. ესე იგი რეპის სტილში წაპირებ ხო სიმღერის გაკეთებას? კარგი, დანიელ, მინდა რომ უდიდესი წარმატებები გისურვო ჩემო ლამაზო და ახლა კი მართასთან გადავალ. მართა, შენ რომელი ტკბილეული გიყვარს ყველაზე მეტად? ან ყველაზე მეტად რა გიყვარს ახალი წლის დღესასწაულში? მე შოკოლადი მიყვარს, ბაუნტი. მიყვარს ახალი წელს რომ დედას მიყვარს სტუმრად. ესე იგი სტუმრად წასვლა. მეც მიხარია სხვათა შორის სტუმრის მიღებაც და სტუმრად წასვლა. მეც. შენც გიყვარს ხო სტუმრები, დანიელ? ჩემი საყვარელი ადამიანები რომ მოდიან, სულ ვერთობი მათთან. მიყვარს მეკვე რომ მივდივარ. ესე იგი ლანგრით, ტკბილეულით გადადიხარ ხოლმე შენს მეგობრებთან, მეზობლად და ულოცავ ახალ წელს. ეს არის მეკვლეობა. თქვენ იცით ბავშვებო მეკვლეობა რა არის? დიახ. თქვენთან თუ მოდის მეკლე სახლში? დიახ. ხალწილი რომ გვესტუმრება, პირველი ვინ შემოაღებს კარს, ის ითვლება მეკლეთ. გეთანხმები ჩემო პატარა. მართლაც საუკეთესო ტრადიცია ერთმანეთთან სტუმრობა ახალ წელს. ძალიან სახალისოა და ჩვენს მონადრებულ მეგობრებს ვნახულობთ, ვლოცავთ ახალ წელს და ჩვენს პატარა მაყურებელს მივულოცეთ ახალი წელი. რას უსურვებთ მათ? გილოცავთ შობა ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას. დანიელ, შენ რას უსურვებ ჩვენს პატარა მაყურებელს? პატარებო, გილოცავთ შობა ახალ წელს. გისურვებთ ბარაკას და ულევს სიყვარულს. გილოცავთ პატარებო ახალ წელს. ეს ახალი წელი თქვენთვის ფეხბედნიერი ყოფილიყოს ჩემო ლამაზებო. მინდა რომ მშვიდობიანი ზეცა და ბედნიერება გისურვოთ. ახლა კი მოვუსმინოთ სიმღერას ახალი წლის მოლოდინში. პატიჟებით და სტუმრად მელთ ჰერი გველიან ხიზა თეის რაჯობია
ჩვენი საახალწლო ეთერის სტუმარი გახლავთ ანიტა ხაბალაშვილი. მოგესალმები ანიტა. ძალიან ლამაზად გამოიყურები, საოცრად გიხდება ბოშური კაბა. კითხვის დასმა აღარც ღირს, მე ვხვდები შენ უკვე რა სიმღერა, რა ჟანრის სიმღერა მოიტანე, რა ქვია სიმღერას? ბოშა გოგონა. ძალიან კარგი. მითხარი, რატომ შეარჩიე ბოშური სიმღერა? ბოშური სიმღერა იმიტომ ავარჩიე, რომ ბოშა გოგონები არიან ძალიან მხიარულები, ამაყები, თავდაჯერებულები და სიმღერა და ცეკვა ძალიან უყვართ. ძალიან გიხდება ეს ფორმა ნამდვილი ბოშა ხარ. მოდი ახლა მითხარი, თუ იცი იმის შესახებ, როგორ ცხოვრობენ ბოშები? მათი ქარავანი გზას რომ გაუყვება, ჩერდებიან ქალაქში რამოდენიმე თვის შემდეგ, გზას გაუყვებიან. საერთოდ მოხეტიალე ცხოვრების წესი აქვთ. გეთანხმები ანიტა, ნამდვილად ასია და ხართ საოცრად ლამაზი ქალები. ძალიან პრანჭიკელები არიან. გეთანხმები ანიტა, ესე იგი შენ ძალიან კარგად გწოდნია ბოშები. აქვე ჩაგიკითხები ანიტა, მე ვიცი რომ შენ ხარ ახალგაზრდული თეატრის ივერიონელების მსახიობი. პატარა არტისტი. მოდი გითხარი შენი წარმატებების შესახებ. მე ვიცი რომ ელოდებოდი სპექტაკლის პრემიერას შენს მთავარ როლს. და როგორ ჩაიარა, გითხარი ამის შესახებ. 9 ნოემბერს ქონდა სპექტაკლი და მთავარ როლში ვიყავი წითელ ქუდა. წარმატებით ჩაიარა ჩვენმა სპექტაკლმა და დიდი მოწონება დავიმსახურეთ. გილოცავ ჩემო ანიტა, მთავარ როლს ძალიან მიხარია შენი წარმატება და მოდი დავუბრუნდეთ საახალწლო თემას და უთხარი ჩვენს პატარა მაყურებელს, შენთვის საახალწლო სამზადისი რას ნიშნავს? ძალიან მიყვარს საახალწლო სამზადისი. დედიკოს ვეხმარები, სუფრას ვშლით და სტუმრებს ველოდებით მოუთმენლად. კიდევ რა მოგწონს აი ამ წინა საახალწლო პერიოდში რა ხდება ხოლმე შენს ოჯახში? აი ნაძვის დღეს რომ ვთავთ ყველა ოჯახის წევრი წინავს ნაძვის და ძალიან მიყვარს ეს პერიოდი. ძალიან კარგი ჩემო ლამაზო, მოდი ახლა ჩვენს პატარებს მივულოცოთ ახალი წელი და უსურვე შენს გულს რაც გაეხარება. ბავშვებო, გილოცავთ შობა ახალ წელს. იყავით ბედნიერები და ბევრი ისწავლეთ, რომ დედა და მამა გაახაროთ. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცო შობა ახალი წელი და გისურვო რომ 2025 წელი შენთვის საოცრად წარმატებული და ბედნიერი ყოფილიყოს. ჩემო ლამაზო, ახლა კი მოდი მოვისმინოთ სიმღერა ბოშა გოგონა ანიტა ხაბალაშვილის შესრულებით. ბოშათა ბანაკი გაშლილა ველად გიტარის სიმებზე თითებით ცეკვავს პატარა ბოშა გოგოს გაუშლია კაბა ფეხების ბაკუნით აცეკვდება ალბათ სიცოცხლე უხარიაზე სასუღიმის ფერადის აკაული და ხუჭინით გული ამღერდება ბედნიერებით როცა აცეკვდება პატარა ხელები ძელმები და ხუჭეკალები ვასვას მიუგას სიმსიმათვალები რა საოცარია და რა საყვარელი ბოშა გოგონა სისფერი თვალები ლა 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 სიცოცხლე უხარიაზე წასუღიმის ფერადის აკაული და